პირველ რიგში უნდა აღდგეს ის ურთიერთობები, იმ ნიშნულამდე უნდა მივიდეს, რომელიც იყო სიტყვაზე ვთქვათ 2023 წელს, 24 წელს, როდესაც ჩვენ 23 წლის როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, უნდა პირველ რიგში აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც გაღრმავდეს და გაგრძელდეს უკვე შიდა დემოკრატიული რეფორმები, იგივე ის ვალდებულების შესრულება, რაც ქონდა ჩვენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში და ეს ყველაფერი თუ დაბრუნდება თავის ადგილს, მერე უკვე შეიძლება ფიქრის შემდგომ ნაბიჯებზე, თუმცა იქამდე მისასვლელად რომ ეს ადგეს ხო ის სტატუს კო რაც ქონდა ჩვენ მაგალითად წელიწადნახევრის წინ ან 2 წლის წინ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება და შესაბამისად ხო ანუ ამ შემთხვევაში თუ კი ეს ყველაფერი ვერ აღდგა ამ შემთხვევაში მოდი პირდაპირ ვთქვათ რა ემუქრება საქართველოს საქართველოს ის დაემუქრება რომ ფაქტობრივად თავისი მთავარი მტრის რუსეთის წინაშე დარჩება მარტო ყველანაირი ვთქვათ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე და მარტივად რომ ვთქვათ ეს იქნება კატასტროფის თვალსაზრისით.